ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ პარტია თავისუფალი დემოკრატები ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ ბაბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვეს. წასვლის მიზეზად პარტიის უკვე ყოფილმა ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგი დაასახელეს. გჭირდება ამ შედეგების გაანალიზება, ასეთი იყო მათი პასუხი. ვინ რჩება პარტიაში და განაგრძობენ თუ არა პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას. ანა ბროლაძე ჩაგვერთვება დეტალებით. ანა, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობისა თავისუფალი დემოკრატების უკვე ყოფილმა ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს საკუთარ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და მადლობა უთხრეს მათაც, ვინც არჩევნებზე 27 არ შემოხაზა, მაგრამ ახლა წუხს, რომ პარტია თავისუფალი დემოკრატები პროცესებს მიღმარჩება და პარლამენტში ვერ შედის. დღეს გიორგი ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ ბაბაშიძემ, დავით ონოფრიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა თქვეს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ ყველგან ქვეყნის გულშემატკივრები და მხარდამჭერები იქნებიან, თუმცა მთავარ კითხვაზე სად მიდიან, პასუხობენ, რომ ცოტას დაისვენებენ, მომხდარს გაანალიზებენ და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებენ. დღეს მაგალითად ვიქტორ დოლიძემ უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალ მთავრობაში ის შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნოს, ან ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ჩაიბაროს. რამდენიმე დღის წინ არჩევნებში გამარჯვებული პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა თავისუფალი დემოკრატების ნაწილთან თანამშრომლობა. დღეს პარტიის უკვე ყოფილ წევრებს ვკითხეთ, მიიღეს თუ არა მათ რაიმე შემოთავაზება მმართველი გუნდიდან, თუმცა ლიდერები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. ჩვენმა ამორჩეველმა სხვანაირად განსაჯა. ჩვენ არ მოგვანიჭა საპარლამენტო მანდატი. ყოველთვის დგება ადამიანის ცხოვრებაში და მით უმეტეს პოლიტიკოსის ცხოვრებაში გადამწყვეტი ჟამი, როცა მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვიღებ დღეს გადაწყვეტილებას დავტო თავისუფალი დემოკრატების რიგები. ერთი რამ იცოდეთ, სადაც არ უნდა ვიყო, რა ამპლუაშიც არ უნდა მოვევლინო საზოგადოებას, ყოველთვის ჩემი ქვეყნის სახური ვიქნები. ჭორები ვნახე, მაგრამ არარეალ თემებზე ვერ ვისაუბრებ ბუნებრივად. ანუ შესაძლოა ვიქტორ დოლიძე ეხლა მივდივარ სახში, უნდა დავისვენო, უნდა გავაანალიზო კარგად რა მოხდა აქამდე, გავაანალიზო ქვეყნის მომავალი ბუნებრივია და ასე შემდეგ. დღეს ამაზე პასუხი არ არსებობს ეროვნულ. არანაირ გაბრაზებაზე არ არის ლაპარაკი. პირიქით ირაკლი ალასანიას მადლობა დიდი იმისთვის, რომ აქამდე მოიყვანა ეს ერთიანი ძლიერად მუშტად პროფესიონალთა გუნდი, ამიტომ არანაირ გაბრაზებაზე არ არის ლაპარაკი. ოცნების შემოთავაზება შეიძლება. არანაირი შემოთავაზება დავასრულე ჩემი პარტიული საქმიანობა ამ პარტიაში ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთე, ძალიან ბევრი ვიშრომე და დღეს მივეცით ასპარეზი ახალ ხალხს, რომელსაც აქვს სურვილი გააგრძელოს პარტიული ცხოვრება, ეს არის ჩემი არჩევანი. დღეს არ მინდა ვიყო პარტიული. მომავალ ჩემ გეგმებზე და მომავალ ჩემ საქმიანობასთან დაკავს რა ამპლუაში მოვევლინები საზოგადოებას, ამაზე გექნება თქვენ სურვილის. Facebook-იდან არ დამიწერე პარტიიდან წასვლის საკითხი, მე მოვედი პარტიას სიმპათიას, იმიტომ რომ მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი და დამფუძნებელი ირაკლი ალასანიასთან ერთად და მე ვცემ ამ პარტიას დიდ პატივს და ვუწურებ წარმატებას. მე საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველგან სადაც შემილია და ქვეყანას რაღაცნაირად ზოგადად რაღაცაში ვარგო ჩემი პროფესიონალიზმი, ეს კარგია, მაგრამ ნამდვილად ვერავისთან ვერც მოლაპარაკებას, ვერც რაღაც განსაზღვრულებას მე ამ ეტაპზე ვერ ხედავ. რაც შეეხება პოლიტიკურ თანამდებობაზე, აბსოლუტურად გამორიცხულია ხელისუფლებაში პოლიტიკურ თანამდებობაზე. არავისთან არ ქონია არანაირი საუბარი. შემოთავაზება თუ იქნება თანახმა ხართ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობთ? მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, ზოგადად ამაზეც არ მიფიქრია, მართალი გითხრათ. და მარცხებულმა შედეგებმა ცხადყოდა და გვანახა, რომ თავისუფალ დემოკრატებსაც და მეც ვპირდება რაღაცა ახალი სიახლე და შედეგები მიუთითებს ამაზე. მე დავტოვე პარტია თავისუფალი დემოკრატები, მაგრამ მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურს და ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვას. რომელიმე თანამდებობაზე მეტი აღარ არა, მე არანაირი გეგმები არ მაქვს. პარტიის ლიდერებმა დღევანდელი განცხადება თავისუფალი დემოკრატებიდან ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის წასვლის შემდეგ გააკეთეს. პარტიის სახეებიდან თავისუფალ დემოკრატებში ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე და ლევან სამუში არჩებიან. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას კი თამარ კეკენაძე შეასრულებს. დარჩენილებმა დღეს თქვეს, რომ ლიდერების გადაწყვეტილების მიუხედავად თავისუფალი დემოკრატები არ იშლებიან და პირიქით პარტიის გაძლიერებაზე იწყებენ მუშაობას. მე მინდა პირველ რიგში მივმართო და იმედი გავუცრო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს დაშლას აანონსებს. მე მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდზე დგას, ჩვენ
თავისუფალი დემოკრატები ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მხარდამჭერებს და ვუთხრა, რომ ჩვენ გავამართლებთ მადლობას, გავაძლიერებთ პარტიას, პარტია განახლდება და ნელ-ნელა მოემზადება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს თქვენ მოისმინეთ ეს განცხადება. ეს განცხადება არის ადამიანების თავისუფალი ნების გამოვლინება ბუნებრივია და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანია, ბუნებრივია ყველანი ვერ მოვიდოდით. მე შემიძლია ერთი რამ შევკვირდე საზოგადოებას, რომ მალა ბოლომდე მათ გვერდით ვიქნებით და ის ევროპული არჩევანი და ის ევროპული კურსი, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს არჩეული და რაც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამას, ბოლომდე ვიბრძოლებთ უსამართლობისათვის, რაც ქვეყანაში დღეს უფლებს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. სწორედ ამ მიზეზის გამო პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტია დატოვა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა. დღეს კი პარტიიდან თითქმის ყველა ის ლიდერი წავიდა, ვინც თავისუფალი დემოკრატების შექმნის პირველივე დღიდან ამ პარტიაში მუშაობს. მადლობა ანა ბროლაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.